რაც შეეხება გადაცემის ფორმატს, პირველ ვერსიაში იყო 7 ლიტერატურული კითხვა მონაწილეებისთვის და ბლიცი. ესეთი იყო პირველ ნაბადი წიგნების თარო. თუმცა თავიდან ბოლომდე ეს არის ორიგინალური ქართული პროექტი, ნინოს მოფიქრებული, აი ის პირველი ფორმები არის ნინოს მოფიქრებული, სხვადასხვა ინტელექტუალური შოუების ინსპირაციით ბუნებრივია, იმიტომ რომ სოფლიოში უამრავი ფორმის ინტელექტუალური შოუ არსებობს და ბუნებრივია ისინი რაღაც გარკვეული შთაგონების წყარო არის, მაგრამ ეს ფორმატი უნიკალური. 3 მონაწილე თითოეულ გუნდში, შეკითხვები ლიტერატურიდან, როგორი უნდა ყოფილიყო შეკითხვები, ეს პირველადი სცენარიც ნინოს ჰქონდა დაწერილი და ზუსტად ესეთი ფორმატით დავიწყეთ წიგნების თაროს თამაში. პირველ ფორმატში ყველა კითხვა ეხებოდა ნაწარმოებებს, ბავშვები თამაშობდნენ ცოტა უფრო ხანგრძლივი იყო შეიძლება ითქვას, ბავშვები თამაშობდნენ 3 ქულისთვის, დამატებით დროში 2 ქულისთვის, დამატებით მინიშნებით 1 ქულისთვის და ასე შემდეგ და ბლიცებიც ეხლა რომ ვუყურებთ პირველი სეზონის ბლიცებს, ბევრად უფრო ნელი იყო და ბევრად უფრო ასე ვთქვათ მიამიტური მე ვიტყოდი, იმიტომ რომ შემდეგ სეზონებში სრულიად მონსტრებად იქცა ეს კითხვები ისე გართულდა, იმიტომ რომ ბავშვებმა თვითონ მოგწეს ამისი გასაქანი, როცა მივხვდით რომ თავისუფლად ძლევდნენ იმ მასალას, რომელიც მანამდე გქონდა. წლებთან ერთად და სეზონებთან ერთად წიგნების თაროს ფორმატი საკმაოდ შეიცვალა. დაემატა სხვადასხვა ტიპის რაუნდები. ეს იყო პირველი ცვლილება, რაც მოხდა, რომ იყოს არა მხოლოდ ნაწარმოებზე, არამედ მოდი იყოს პერსონაჟზე, მოდი იყოს რაღაცა ტოპონიმიკაზე, მოდი იყოს ავტორზე და ასე შემდეგ და დღეს არის 9 განსხვავებული რაუნდი. დაემატა ამის შემდეგ უკვე ზოგადი რაუნდები, ესეც საინტერესო ცვლილება იყო, რომ მოდი ლიტერატურა, იმიტომ რომ წიგნები არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, ხო? არის კიდევ რა მეცნიერება, ხელოვნება და სპორტი. შემდეგ აი ბოლო სეზონების სიახლე იყო რომ დავამატეთ ქართული ეტაპი, იმიტომ რომ დავინახეთ ამის საჭიროება, რომ მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა საქართველოზე და საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და კულტურა დაემატა დამოუკიდებელ ეტაპად და თვითონ ფორმატით აი დაიხვეწა დროთა განმავლობაში იყო რაღაც რაუნდები რომელიც დავამატეთ, მაგრამ ამოვიღეთ არ იმუშავა კარგად. იყო რაც შენარჩუნდა და აი ფაქტობრივად ბუნებრივი გადარჩევის პროცესი, ევოლუცია გაიარა და მივიღეთ დღევანდელი ფორმატი, რომელიც უკვე აპრობირებულია, ადაპტირებულია ყველაფერზე და ძალიან კარგად მუშაობს. იმიტომ რომ დღესდღეობით წიგნების თაროს არასატელევიზიო ფორმატით მოვიფიქრეთ სამოყვარულო ჩემპიონატისთვის, რომელიც გულისხმობს ბევრი გუნდის ერთად თამაშის საშუალებას. და უკვე ესეთი ტურნირები ტარდება სამოყვარულო, თუმცა აი რაუნდები ზუსტად ის არის, რაც დღეისთვის მივიღეთ. 9 ლიტერატურული რაუნდი, 3 ქართული, 3 ზოგადი და ბოლოს ბლიცი, ოღონდ ეს უკვე არის უფრო რთული, უფრო სწრაფი ბლიცი, ბოლოს უკვე ჩემთვისაც გამოწვევაა ხოლმე იმ სისწრაფით კითხვების წაკითხვა, რა სისწრაფითაც მოთამაშეები პასუხს იძლევიან.